რეალურად ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში არსებობს ხარვეზი, რომელიც ხარვეზის გამოსწორება ხდება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით შესაძლებელია აიკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია, რომლის მიზანი არის თავდასხმა საქართველოს წესწყობილებაზე, დემოკრატიაზე და მიზანი აქვს რომ დაამხონ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ასე შემდეგ შესაბამისად პარტიების აკრძალვა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებას. პარტია შედგება კონკრეტული ადამიანებისგან, კონკრეტული იდეოლოგიისგან, შესაბამისად მნიშვნელოვანია დაზუსტეს საკანონმდებლო სივრცეში, რომ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პარტია აიკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა. ვერ იქნებიან არჩეული წარმომადგენლობით ორგანოებში, მაგალითად საქართველოს პარლამენტში, მუნიციპალიტეტის შესაბამის საკრებულოებში, ასევე ვერ დაიკავებენ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელ პოზიციებს და არ იქნება შესაძლებლობა რომ გაძევდნენ სხვა პარტიაში ან დააფინანსონ და იყვნენ შემომწირულობები სხვა პარტიისა, რაც მიზნად ისახავს, რა თქმა უნდა, იმ პარტიების და პირებისგან გათავისუფლება საქართველოში არსებული პოლიტიკური სივრცისა, რომელთა მთავარი მიზანი 2003 წლიდან მოყოლებული არის ქვეყნის ნგრევა. ამ პარტიების აკრძალვაში არაფერი მოულოდნელი არ არის. რუსული საოკუპაციო რეჟიმი რო კრძალავს და მისი მთავარი სამიზნერო ნაციონალური მოძრაობა, ეს ჩვენ მხოლოდ გვეამაყება. 13 წლის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა გაეუქმებინა, გაენადგურებინა. ნაციონალური მოძრაობა არ არის იუსტიციის სამინისტროს ქაღალდიან ბეჭედი, ეს არის ფასეულობები და ღირებულებები, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა, რომელიც პირდაპირ პროპორციულია ამ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ამიტომაც ცხადია, რომ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, აკრძალვის შემდეგ დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ისედაც ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მაინც ფორმალურად დაველოდებით და ამის შემდეგ უკვე ეცოდინება საზოგადოებას რა ფორმით გააგრძელებს ნაციონალური მოძრაობა. ერთი შემიძლია დაგიდასტუროთ ის, რომ ნაციონალური მოძრაობის თითოეული წევრის პოზიცია არის ის, რასაც მე ახლა გამოვხატავ, რომ ბრძოლა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, სულ რომ იატა ქვეშეთიდან მოგვიწიოს, სულ რომ სახელობითად ყველა მაგრძალოს, მაინც იქნება ბოლომდე, მანამ სანამ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ დავასრულებთ.